რომელსა აქ უნდეს, მიეცეს და მიემატოს, და რომელსა არა აქ უნდეს, და რომელღა იგი აქ უნდეს, მოვეღოს მისგან. ბრძანებს მაცხოვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ის ადამიანი მოიპოვებს საღვთო მადლს, ვინც უფლისგან მიღებულ ნიჭს გაამრავლებს და სასიკეთოდ გამოიყენებს. 2 ოქტომბერს, სულთმოფენობიდან მე-16 კვირას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ამბა ალავერდელი მიტროპოლიტის დავითისა და გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსის იაკობის თანამსახურებით წმინდა ლიტურგია აღასრულა ყოვლა წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. წირვის დასასრულს საქართველოს პატრიარქმა ქადაგებით მიმართა მრევლს. უწმინდესმა და უნეტარესმა დააჯილდოვა სასულიერო პირები, დაალოცა რამდენიმე გვარი და პატარა რაგვისტები. სახელით მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ჩვენთან არის ღმერთი, ერთ-ერთი ურთულესი მოვლენა, რომელიც არსებობს, ეს არის დრო. დროზე ამბობენ, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი. დროზე რომაელები ამბობდნენ, რომ დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. Tempore mutantur et nos mutamur in illis. მაინც რა არის დრო? დროა შედგება სამი კომპონენტისაგან: წარსული, აწმყო და მომავალი. და წარსული უკვე წავიდა და ვერაფერს ვეღარ შევასწორებთ. აწმყო ისეთი სწრაფია, რომ ჩვენ რომ ვიტყვით სიტყვას, უკვე წარსულს ეკუთვნის და თავარი ის არის, რომ მომავალი როგორ გავჭრიტოთ, როგორ წარმოიდგინოთ, როგორ იქნება ჩვენი მომავალი. არის ერთი წინადადება, რომელზეც ფიქრობს ყოველი ადამიანი, ყოველი ქართველი ადამიანი. ეს არის საქართველოს ხვალ. ხვალ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ საქართველო. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენზე დიდი ერები იყვნენ, ჩვენზე მრავალი და აღიგავდნენ პირისაგან მიწისა. დღეს მათი ხსენებაც არ არის. სად არიან ბაბილონელები, სად არიან ფილისტიმელები და მრავალი ეგვიპტელები სად არიან? ის, ვინც დღეს ეგვიპტეში ცხოვრობს, ისინი არიან არაბები. და ამბობენ, რომ ძალიან მცირე ნაწილი არის დარჩენილი ნამდვილი ეგვიპტელების. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი წარსული. აუცილებლად ანალიტიკური აზროვნება უნდა შემოვიდეს ჩვენს სასწავლებლებში. თორემ ასე დავრჩებით ჩვენ და მრავალ შეცდომას დავუშვებთ ჩვენ. და ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რა შეცდომები დავუშვით ჩვენ. ჩვენ გვახასიათებს ერთი რამ.
ვამაყობთ წარსულით, ვამაყობთ იმით, რომ აი დიდგორი მოვიგებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯარის რიცხვი ჩვენი იყო ნაკლები, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს ომი არ არის დამთავრებული. ყოველ დღე ომია საერთოდ მსოფლიოში. ყოველ დღე რაღაც საშიშროება ემუქრება ამა თუ იმ ერს. დიდგორის ომი ჯერ არ დამთავრდა და არც დამთავრდება, სანამ მიარსებებს დედამიწა და საქართველო იქნება. აი ამიტომ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ დღევანდელ დღეზე, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ რა ვჭამოთ, რა თქმა უნდა ვიფიქროთ, მაგრამ თავარი ეგ არ არის. რა ვჭამოთ, რა ვსვათ, სად წავიდეთ, რა გართობაზე წავიდეთ. აი ამიტომ მე გაძლევთ ასეთ თემას და მე მინდა რომ თქვენ ძალიან ღრმად გაანალიზოთ, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ხვალ. ემუქრება თუ არა საშიშროება, თუ ეს იქნება მშვიდობიანი ცხოვრების ქვეყანა. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა მშვიდობა და სიხარული მოგცეს ჩვენ და მთელ საქართველოს. ამინ. დღეს ჩვენ ვაჯილდოვებთ ჩვენ სამღვდელოებას. მღვდელი კახაბერ უერთაშვილი, მას ყავს 6 შვილი. ნორიოს სოფლის მღვდელმსახურია. აყვანილია დეკანოზის ხარჯში და დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით. აქსიოს იღუმენი სერგი კურცხალიძე დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს ჩვენ ვლოცავთ სპორტსმენებს, რაგბის გუნდს, აკადემია. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და დღეს ვლოცავთ შემდეგ გვარებს. ადუაშვილები, ალადაშვილები, ზარნაძეები, კენკებაშვილები, ნუცუბიზეები, ბედელაძეები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა გაგამრავლოთ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით იქადაგა არქიმანდრიტმა ილია ნასიძემ.
ესე სასწაულებრივი ღვთის უნარი, მოციქულებრივი ღვაწი, გლობა, წინასწარმეტყველება, მეორე სახის ბუნებრივი სათნოებები, გამჭრიახობა, გონება, ჯანმრთელობა, კეთილგონიერება, ცოდნა, ჭერმეტყველების უნარი და სხვა. მესამე კი გარეგნული სათნოების განეკუთვნება სიმდიდრე, პატივისცემა, ღირსება, ხელისუფლება. უფალი ამ ნიჭებს ყველა ადამიანს ერთნაირად არ აძლევს, არამედ ზოგს ხუთს, ზოგს ორს, სხვას ეს და თავისი შეხედულებისა და ყოველი მათგანის შესაძლებლობის მიხედვით. იმ მიზნით, რომ ყოველ მათგანმა ეს ზღვენი გამოიყენოს უფლის სადიდებლად და საკუთარი თავისა და მოყვასის სასარგებლოდ. და არ არსებობს ქვეყნად ისეთი ადამიანი, რომელსაც უფლის მიერ არ მიიღოს რაიმე ტალანტი, ერთი ან მეტი. უფლის მიერ საყვარელო, ხშირად მოგისმენიათ ამ ხადაგებიან, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ბრძანებს, რომ მარტო ჩვენი ცხოვრებით არ უნდა ვიცხოვროთ, სხვა ადამიანის ცხოვრებითაც უნდა ვიცხოვროთ. და აი ადამიანი, რომელიც ამ ტალანტს ჰყავს და რომელსაც არ აქვს წმენა, სათნოება, ხვალინდელი დღის იმედი და გონია, რომ არ წარდგება ღმერთის წინაშე, არ მოკითხავს უფალი ყოველივე ჩვენთაგანს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მართლაც ამ წმენით, ამ სიყვარულით, ამ გონიერებით აკეთებენ იმას, რომ მოაწონონ თავი უფალს. უნდათ რომ ყველა ადამიანი, რომელიც წარდგება და მათ სურს, რომ ღმერთის წინაშე გამართლდნენ და ცხონდნენ. მქონია ალბათ მეც და ყველა თქვენთანგას, როცა დაგინახავს ადამიანი, როცა სიზარმაცეში შუა დღემდე ძინავს, შემდეგ დგება და სხვა სათნოებებს იქს არამედ ქუჩაში დგას და მე მინდა ახალგაზრდებს მოუწოდო, რომ აი ცხოვრების წესით აღარ იცხოვრო და ფიქრობენ სხვა ადამიანის დაჩაგვრას მხოლოდ. თქვენ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აი ამქედან, ამ ხადაგებიდან მოგისმენიათ, რომ საშინელებაა, როცა ადამიანი მეორე ადამიანს უწმაწური სიყვარულით მიმართავს, დედის გინებითა და თუ სხვა საშინელი მდგომარეობით, როცა ადამიანს უნდა სხვა მეორე ადამიანი დაჩაგროს და საშინელ მდგომარეობაში ამყოფოს. ეს არ არის სათნოების ქნა. მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომელსაც გონიათ, რომ აი ეს ღვაწლი, ის მადლი, რომელიც მათ უნდა შეძლო და მათ უნდა გააკეთონ, ეშინიათ. და ყოფილა ესეთი ადამიანი, რომელსაც მithქვია, რომ შენ პასუხი უნდა აგო შენი მოყვასის, შენი წინაპრების წინაშე და მას ეს ღვაწლი აუღია და მადლობა უფალს ამისთვის. მადლობა ყველა ადამიანს, რომელიც თუნდაც დღევანდელ დღეს აი აქ დგევართ და ვისმენთ უფლის სიტყვას და სხვა მრავალ ტაძრებში. გაეღვიძება გრძნობა, გონება იმისა, რომ თურმე უფალი ყველა ადამიანს ანიჭებს მართლს, ყველა ადამიანს, არც ერთ ადამიანს ისე არ ტოვებს. მაგრამ ხშირად სიძულვილში, კაცმოძულეობაში, განკითხვაში, სხვა ადამიანის განკითხვაში ავატარებს ადამიანების ცხოვრებას. დაკარგულია იმენდი ხვალინდელი დღისა, დაკარგულია რწმენა და ვფიქრობ, რომ უნდა გაიღვიძოს ყველა ადამიანში ამ სარწმუნოებამ, რომ რაც არ უნდა ცოდვა ჩაიდინო და ხშირად მისვავს, რომ ყველა ადამიანი, ყველა ცოდვის ჩამდენი ვართ. თუ შენ ცრემლიანი თვალებით მიხვალ ახსარებაზე და მოინანიებ, უფალი შეგინდობს და გაპატიებს. და მე ვფიქრობ, რომ როგორც ეკლესიის მამები გვასწავლიან ყოველ დღე, როცა ავდგებით და ლოცვად დავდგებით, მადლობა უნდა შევწიროთ უფალს ყოველივე დღისთვის. და იმ დღისთვისაც, როცა საღამოს მივახლოვდებით ისევ ხატებს,
მადლობა შევწიროთ უფალს. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მადლობა იმ სიხარულისთვის და იმ სიკეთისთვის და იმ მოწყალებისთვის, იმ სიხარულისთვის, რომელსაც უფალი გვაძლევს და მადლობა იმ განსასწრებისთვისაც, იმ განსასწრელისთვის, საიდანაც ჩვენ უნდა გამოვსწორდეთ და უფალს შეუდგეთ. და ეს განსასწრელი აუცილებელია. სადაც არ არის ბრძოლა, იქ არ არის გამარჯვება. და ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა მიხვდეს, რომ გზა და გადარჩენა არის უფალთან. მხოლოდ ღმერთში არის გადარჩენა. მხოლოდ ღმერთში არის ცხონება და გადარჩენა. და ჩვენ ერთითა გულითა და ერთითა სულითა დღევანდელ დღეს შევღაღადოთ უფალს, რომ შეგვინდოს ის ცოდვები, რომელსაც ჩვენ აი იმ სათნოებით არ ვიქნით, ცოტა სიზარმაცე, ცოტა ნატყლე მორწმუნეობით, ცოტა ესეთი სიძულვილით ვატარებთ, მაგრამ ავიღოთ ის ჯვარი, რომელიც უფალმა მოგცა და ის ტალანტი, რომელსაც უფალი გვაძლევს და ერთითა გულითა და ერთითა სულითა მარაჯამს ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა ას და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.